შემოძვირფასება ახლა გავაკეთოთ გაშლა, რომელიც შეეხება ისეთ ურთიერთობას, რომელიც არ არის ჯერ კარგად განვითარებული, ან გაქვთ ვირტუალური ურთიერთობა და გავიგოთ შედგება თუ არა შეხვედრა იმ პირთან, ვისთანაც გაქვთ ეს ურთიერთობა და ვნახოთ ხო, შედგება თუ არა შეხვედრა, კონკრეტული კითხვა, კონკრეტული პასუხით. ორ ვარიანტით შემოძვირფასება, ვნახოთ თქვენ როგორ გრძნობთ და იმ პიროვნებას ვისაც უყურებ, ის პიროვნების ვნახოთ იმ პიროვნების ასევე ენერგიები ამჟამად და შემდეგი კითხვა შედგება თუ არა შეხვედრა ჩაფიქრებულ პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ შემოძვირფასებო და მას ვნახოთ პირველი ვარიანტისთვის როგორ ენერგიებში ხედავს სამყარო იმ პიროვნებას ვისაც ფიქრობთ ამჟამად ხო მისი ენერგიები ამ მომენტისთვის ორიანი კვერთხი პირველი ვარიანტი ორიანი კვერთხის ენერგიებში პიროვნება რეალურად იცით როგორი მომენტი აქვს ჩემო კარგებო ნამდვილად დაინტერესებულია შესაძლებელია თქვენით და გათვალიერებთ შორიდან გადავნებთ თვალს ოღონდ ვერ გაუბედავს პიროვნებას გადმოდგას თუ არა ნაბიჯი და უფრო მეტად სიახლოვეს ანუ რაღაც გეგმა აქვს მაგრამ ჯერჯერობით თითქოს არის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც მას მოქმედების საშუალებას არ აძლევს და იმ მერყეობაშია გადმოდგას ნაბიჯი, არ გადმოდგას. ისე კი დაინტერესებულია პიროვნება თქვენით, ნახეთ სოციალურ ქსელშიაც გათვალიერებთ, გადავნებთ თვალს და აქტიურად შესაძლებელია თქვენს სურათებს, შესაძლებელია თქვენს ასე გარემოცვას ხო ათვალიერებს, ვისთან გაქვთ ურთიერთობა, თქვენს პოსტებს კითხულობს და ასე შემდეგ. მოკლედ აქტიურად არის დაინტერესებული ეს პიროვნება და აქ აშკარად ჩანს მისი ენერგიებიდან გამომდინარე, რომ პიროვნებას აქვს რაღაც სამოქმედო გეგმა თქვენთან მიმართებაში თუ ზოგადად რაღაც გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებს ერთი სიტყვით პიროვნება ძალიან ეს როგორ გითხრათ იცით რა მომენტი აქ ცდილობს დაიჭიროს მომენტი რომლითაც შემდეგ იმოქმედებს რომელსაც გეგმა რომელიც აქვს გეგმა რომელსაც შემდეგ განახორციელებს ეს რაღაც უბრალოდ შესაძლებელია შესაბამის სიტუაციას და შესაბამის რაღაც მომენტს ელოდება ერთი სიტყვით აი ესეთ ენერგიებში ხედავს ამ მომენტში ჩვენი დასტა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ვნახოთ თქვენი ხედვა ამ პიროვნების როგორია როგორ ხედავს პირველი ვარიანტი იმ პიროვნებას შემოძვირფასებო არ ვიცი თქვენ ვისთან ვინ ყავთ ჩაფიქრებული არ არის გამორიცხული რომ პიროვნება ვისედაც ფიქრობთ შესაძლოა იყოს დაოჯახებული და ცოტა აი ეს გაფერხებთ და ეს გიშლით ხელს რაღაცნაირად ან თქვენ ხომ არ ყავთ ოჯახი მაგრამ თქვენი შეფასება ეს მის მიმართ თქვენი შეფასებით პიროვნებას შესაძლებელია აქვს ანუ რაღაც არის ხელის შემშლელი ურთიერთობაში თქვენი თვალთახედვით რომელიც რაღაცნაირად დაახლოვებას გიშლით ხო ანუ ვერ თითქოს რაღაცნაირად კეთილია თქვენ შორის აღმართული და გიჭირთ ან შესაძლებელია იცით როგორი მომენტია ფიქრობთ რომ ნუ კი პიროვნება შესაძლებელია დაოჯახებულია და რაღაცნაირად ხომ არ გატყუებთ ხო რაღაცნაირად ეჭვი გეპარებათ თითქოს მის არ ვიცი სიმართლეში თუ მის ქცევებში თუ მის მოკლედ რაღაცნაირად კითხვის ნიშნები გაქვთ თქვენ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით იმიტომ რომ გგონიათ რომ ეს პიროვნება მალავს ან იმას რომ დაოჯახებულია ცოლ-შვილი ჰყავს და სხვანაირად შვიდიანი ხმალი ამოვიდა ასევე ხმლის რაინდი ხო აქ არის ეჭვები თქვენი ამ პიროვნებასთან მიმართებაში თქვენი შემოძვირფასებო და დასტის ძირზე კიდევ თვარის არკანი თქვენ რაღაცნაირად კითხვის ნიშნები და ეჭვები გაქვთ რომ ეს პიროვნება შესაძლებელია არის დაოჯახებული და თითქოს ინფორმაცია გინდათ რომ მოიძიოთ მასზე მაგრამ ან ეს პიროვნება მალავს ამ ყველაფერს და თქვენ ფიქრობთ რომ მალავს და არ გეუბნებათ არ ამჟღავნებს ან არის თქვენი ეჭვები აქ შემოძვირფასება. მოდი ვნახოთ მომდევნო კითხვა მე აღარ ჩავუხრმავდები თუ გეცნოთ თქვენი ენერგიები და ამ პიროვნების ენერგიები ხო შემდეგ ესე იგი სწორად გაქვთ ვარიანტი არჩეული. მოდი ვნახოთ მაშინ შედგება თუ არა შეხვედრა თქვენ შორის შედგება თუ არა შეხვედრა ხო იმ ურთიერთობის რომელიც შესაძლებელია ამ მომენტისთვის არის რაღაც ვირტუალური კავშირი ვირტუალური ურთიერთობა შედგება თუ არა შეხვედრა პერიოდი ჩაიფიქრეთ თავად როგორია პირველი ვარიანტისთვის ამის შანსი
აქ მოვიდეთ ჩემო ძვირფასებო იეროფანტი. იეროფანტი ვფიქრობ, რომ აქ შეხვედრა არ შედგება, იმიტომ რომ მაინც არის პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, თითქოს გაურბიხართ პასუხისმგებლობას ორივე მხარე, ჩემო ძვირფასებო, არც ერთს არ გესმით მეორესი, ან არის მომენტი, რომ არ იცით რეალურად რა ხდება სინამდვილეში და რაღაცნაირად თავს იკავებთ ერთი სიტყვით ორივე მხარის მხრიდან აქ არის თავშეკავება იმაზე, რომ შედგეს შეხვედრა. პირველ ვარიანტთან ეს შეხვედრა თქვენთვის სასურველ პერიოდში, რაც ჩაიფიქრეთ, არ შედგება, ჩემო ძვირფასებო. მე აღარ გავაგრძელებ, ასეთი იყო პირველი ვარიანტი. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი. ვნახოთ, როგორია ენერგია პიროვნების, ვისაც ფიქრობთ. ჩემო ძვირფასებო, შეგახსენებთ, რომ ეს ეხება ურთიერთობას და კითხვა არის ასეთი, შედგება თუ არა შეხვედრა, პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ. პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ. ნახოთ აბა მაშინ მეორე ვარიანტისთვის, როგორ ენერგიებშია პიროვნება, ვისაც ფიქრობთ ამჟამად. მეორე ვარიანტი, პიროვნების ენერგიები. კვერთხის მეფის ენერგიებშია, ჩემო ძვირფასებო, კვერთხის მეფე, რომელიც, არ ვიცი, ამ მომენტში ან წასულია ურთიერთობიდან, ან ყოველ შემთხვევისთვის აქტიური პიროვნება, ან ცდილობს რაღაცნაირად შესაძლებელია ურთიერთობაში ამ მომენტისთვის დავაზუსტებ ერთი წუთით. ყველანაირად ცდილობს რაღაცნაირად ეს პიროვნება თავისი თავის წარმოჩენას. შესაძლებელია პიროვნება, არ ვიცი, პიროვნებას დასრულებული აქვს ურთიერთობა, შესაძლებელია, მაგრამ ამ მომენტში რაღაცნაირად აქტიურად არის თავისი არ ვიცი, ამ პიროვნებასთან ჩემო ძვირფასებო შესაძლებელია ადრეც გაკავშირებდათ რაღაც, ადრეც გქონდათ რაღაც კავშირი და მაგრამ პიროვნება ამ მომენტისთვის არ არის თქვენთან, მაგრამ პიროვნებას სურს რაღაცნაირად რომ თავისი თავი გაგახსენოთ და ცდილობს რაღაცნაირად რომ წარმოაჩინოს თავისი კონტაქტზე გამოვიდეს თუ შეგახსენოთ ერთი სიტყვით თავისი არსებობა, რატომღაც აი ესეთი ინფორმაცია მოდის აქ ჩემო ძვირფასებო, პიროვნებასთან რაღაც წარსული გაკავშირებთ ჩემო ძვირფასებო, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტისთვის აღარ გაქვთ, მაგრამ გაკავშირებთ წარსული. მოდი ვნახოთ თქვენი შეფასება და თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ პიროვნების მიმართ, ვისიც უყურებთ. თქვენი შეფასება ამ პიროვნების მიმართ. აი, ნახეთ, თავისით ამოყვა ეს იმპერატორის არკანი. თქვენი შეფასება რაღაცნაირად არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არც კი გინდათ მისი გახსენება თუ არ ვიცი, რაღაცნაირად უარყოფთ, უარყოფა მოდის და წინააღმდეგობაში ხართ მასთან, ამ პიროვნებასთან მიმართებაში. შინაგან კონფლიქტებში ხართ, საკუთარ თავში იკეტებით, არ გინდათ მიღება შესაძლოა პიროვნების მხრიდან შესაძლოა რაღაც ნიშნები მოდის თქვენს მიმართ, ხო? არ ვიცი, ან შერიგების, ან რაღაც წარსულის დაბრუნება, რაღაც მცდელობა არის ყოველ შემთხვევისთვის, მაგრამ მე აქ თქვენი მხრიდან არის წინააღმდეგობა, თითქოს არ გესმით ერთმანეთის, თითქოს შინაგანი კონფლიქტში ხართ, რომ არ გინდათ მიღება, არ გინდათ თითქოს დაბრუნება ამ პიროვნების თუ არ ვიცი ერთი სიტყვით გაზია საუბარი. თქვენი შეფასება და თქვენი დამოკიდებულება, როგორია იცით, უარყოფა, არ ვიცი, საკუთარ თავში იკეტებით, გაურკვევლობაში ხართ, თითქოს გაურკვევლობაში ხართ. ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი, აქ იცით როგორი მომენტია. აქ ვერ წარმოგიდგენიათ რაღაცნაირად, რომ რამე შეიცვალოს, წარმოუდგენლად გეჩვენებათ იმ ყველაფრის შეცვლა, რაც მოხდა ამ პიროვნებასთან წარსული გაკავშირებთ, ჩემო ძვირფასებო, მეორე ვარიანტს და თუ ესე არ არის, მაშინ ეს თქვენი ვარიანტი არ არის. ნახოთ თუ შედგება შეხვედრა. ჩაიფიქრეთ პერიოდი. მეორე ვარიანტისთვის. როგორია შანსი, რომ შედგეს შეხვედრა ჩაფიქრებულ პერიოდში? ნუ აქ არა. აქ ვფიქრობ, რომ შეხვედრა
აქ არ არის შეხვედრა, იმიტომ რომ აქ არის რაღაც ტვირთი, რაღაც დაუსრულებელი დაუსრულებელი სიტუაცია. აქ არის უბრალოდ იცით როგორი მომენტი. აქ შეხვედრა არ შედგება, უბრალოდ არის მაინც თვალთვალი შორიდან ინტერესი იმის, რა ხდება ერთმანეთის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ აქ ურთიერთობას დასრულებულს მიჩვენებს ჩემო ძვირფასებო, მაინც არის რაღაცნაირად ფიქრებით მიჯაჭვული ურთიერთობა, მაინც გაინტერესებთ მისი თითქოს მდგომარეობა, ახლანდელი ცხოვრება და ასევე მას. ერთმანეთის თვალთვალია აქ უფრო ვიდრე შეხვედრა. შეხვედრაც აქ მეორე ვარიანტთანაც არ შედგება სასურველ პერიოდში, ჩემო ძვირფასებო. გავიმეორებ, აქ დასრულებულ ურთიერთობას მიჩვენებს და ვისთვისაც ასე არ არის, მაშინ ეს ვარიანტი თქვენი არ არის. ჩემო ძვირფასებო, არ დაგვაუწყდეს, რომ საჯარო გაშლა შესაძლოა არც ერთი ვარიანტი არ რეზონირდეს თქვენთან, არც ეს არ არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ყველაფერი ყველასთან არ რეზონირდება და შესაძლებელია დღეს თქვენი დღე არ იყო და არ იყო ის ინფორმაცია თქვენთვის განკუთვნილი, ამიტომ დაგწყდებათ გული. ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ, სულ ეს იყო და მადლობა ნახვამდის.